ამას შორის ერთი რჩევებს სულ ChatGPT-ს ეკითხება, მეორე არა. შენი მიზანია ვიდეოს ბოლომდე გამოიცნო, რომელია. დაგილევია თუ არა წამალი ChatGPT-ს რჩევით? არა, კი. რისთვის იყენებ ChatGPT-ს ყველაზე ხშირად? უბრალოდ ველაპარაკები ხოლმე. ძირითადად ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვეკითხები ხოლმე. რა კითხე ბოლოს ChatGPT-ს? და თვითონ სერიალს თაგვი რატო ქვია მეთქი ერთ-ერთ სერიალზე ვკითხე. ყელის ტკივილზე რომელი წამალი უნდა დამელია. რაში ვარანტობი ChatGPT-ს? მითოლოგიაში. ძალიან დებილობები დამაწერინა ხელოვნების პრეზენტაციისთვის. ბოლომდე ვერაფერში. წარმოიდგინე, რომ უცხო ქვეყანაში ხარ და არ იცი რომელი საჭმელი გასინჯა. რას გააკეთებ? ChatGPT-ს ვკითხავ. ან ადგილობრივებს ვკითხავ, ან სოციალურ ქსელში მოვძებნი რამეს. ChatGPT უფრო კარგ რჩევებს გაცნობს თუ შენი მეგობარი? ჩემი მეგობარი. ყველაზე უცნაური რა გიკითხავს ChatGPT-სთვის? ერთხელ ვკითხე შენი აზრით რომელი სახელი მომიხდებოდა მეთქი. როგორ უნდა გამეკეთებინა შარლის ელვა? ახლა უნდა გამოიცნო ამ ორ შორის რომელი ეკითხება რჩევებს სულ ChatGPT-ს. პასუხი მონიშნა ეკრანზე. 1, 2, 3. ერთი ნაბიჯით წინ.